გაიხსნა. მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მიქაუტაძე დღეს ამომრჩევლებს მე-18 მიკრორაიონში შეხვდა და პრობლემებს ადგილზე გაეცნო. მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ამორტიზებული სისტემის გამო წლების მანძილზე ტერიტორიაზე ანტისანიტარიის პრობლემაა. მიქაუტაძე მოსახლეობას საკითხის მოგვარებას დაპირდა. მისი განმარტებით, საკითხზე ადგილობრივი ხელმძღვანელობა თვითმმართველობასთან ერთად აქტიურად მუშაობს, სისტემის რეაბილიტაცია კი მომავალ წელს იგეგმება. სამიბინა მე-18 მიკრორაიონში აქვს კანალიზაციის პრობლემა. ხშირად იჭერება, ხშირად ამოდის. დაპროექტებული როგორც იყო ეს სახლი, ის მილი არ ყოფნის ამ სამი კორპუსის წყალსა რომ გაატაროს და რომ თუ აშენდებოდა მე-18 მიკრორაიონში 10 და 20 ბინა, მაშინა წყლის ნაპორი გარეცხავდა იმას თავისუფლად. ეხლა ვერ რეცხავს. ამიტომ საშინელება არის აქ ამოხეთქავს ტბადგას ანიმაში. პრობლემა რამდენი ხანია რაც გადმოვედით ჩვენ აქ ვცხოვრობთ, ეს პრობლემა გვაქვს უყურებთ. კლიანის სისტემა შესაძლოა აქ უფრო მეტი კორპუსი უნდა ყოფილიყო, რომ გამართულად ემუშავა საკანალიზაციო სისტემა, სამწუხაროდ 4 კორპუსი აშენდა, მეტი არა და გამტარიანობა აღარ აქვს, ამიტომ შესაძლებელია მთლიანად ქსელი და ამისთვის ჩვენც ქალაქის მერი მუშაობთ და სავარაუდოდ შევხვდენო 2016 წლისთვის, ანუ მომავალ წელს ეს ჩაიდება ბიუჯეტში და რაღაც კუთხით მოგვარდება.